მინდა გესაუბროთ დროის მენეჯმენტის შესახებ. ეს პრობლემა ძალიან გავრცელებულია და მით უმეტეს ჩვენს კულტურაში ქართველებს გვაქვს პროკრასტინაციის პრობლემა და ეს არის კონკრეტული ფსიქოლოგიური მდგომარეობა, როდესაც ვერ ვანაწილებთ დროს სათანადოდ და ფოკუსს ვერ ვახდენთ კონკრეტულ მიზნებზე. ამ შემთხვევაში არის რამდენიმე მარტივი სავარჯიშო შეიძლება დავარქვათ, ან თუნდაც ტექნიკა, რაც დაგვეხმარება ამის გასაკეთებლად, რომ ფსიქოლოგიურად დავრჩეთ ფოკუსირებული ჩვენს მიზნებზე და ამოცანებზე. პირველი მაგალითად შეიძლება ავიღოთ გეგმის შედგენა. ყოველთვის ეცადეთ აიღოთ ყველაზე რთული ამოცანა დღის მანძილზე, რაც გაქვს შესასრულებელი, დავიწყოთ აქედან და მივყვეთ ზომის მიხედვით, მოცულობის მიხედვით. ანუ ამას ქვია ფსიქოლოგიაში შეჭამე ბაყაყი. ანუ ვიღებთ ყველაზე დიდ ბაყაყს და ამას ვანეიტრალებთ. შემდეგი შეიძლება ავიღოთ ისეთი რამ, როგორიც არის ცხრილის შედგენა. ჩამოწეროთ გეგმა დღის დილით, როდესაც ადგებით, გაიღვიძებთ, შეადგინეთ თქვენი დღის გეგმა, ან თუნდაც წინა საღამოს შემდგომი დღის გეგმა. ეს ბევრად გაგიმარტივებთ, რომ დარჩეთ ფოკუსირებული თქვენს ამოცანებზე, არ გექნებათ საფიქრალი იმაზე პირველი რა გააკეთოთ და შესაბამისად სტრესიც ძალიან შემცირდება. კიდევ ერთი ვარიანტი არის ის, რომ დავაჯილდოვოთ საკუთარი თავი აუცილებლად. როდესაც რაღაცას გააკეთებთ, თუნდაც იყოს რაღაც უმნიშვნელო დაუშვათ, ეს იყოს სახლის მილაგება, ოთახი, რომელსაც ვერ ვალაგებდით ძალიან დიდი ხანი და ვერ ვაბავდით თავს. როდესაც ამას როდესღაც გავაკეთებთ, ავიღოთ და რაღაც უყიდოთ თუნდაც საკუთარ თავს, რომ ჩვენმა ქვეცნობიერმა დაიჯეროს, რომ ეს იყო ჯილდო და შემდგომში უკვე мотивация გქონდეს სხვა მიზნების შესრულებისთვისაც.